დღეს უკრაინის რადამ ახალ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან წამოსული მწვავე კრიტიკის პასუხად წარადგინა. კანონს, რომელიც სახელმწიფო ანტიკორუფციულ უწყებებს დამოუკიდებლობას აღუდგენს, ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარლამენტარს ჩემი კანონ პროექტის დამტკიცებისთვის. ახლა ეს უკვე კანონია. ხელი მოვაწერე დოკუმენტს და ტექსტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება. იგი გარანტიაა, რომ ანტიკორუფციული ორგანოები დამოუკიდებლად იმუშავებენ, გარეთ თუ შიდა ჩარევების გარეშე. ეს გარანტია ეფუძნება სიცრუის დეტექტორის გამოყენებასა და რეგულარულ შემოწმებებს ყველა იმ სამართალდამცველისთვის, ვისაც სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე აქვს წოდომა ან რუსეთში ჰყავს ნათესავები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ისმენს ხალხის აზრს. ეჯგარეშია, რომ უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა. 22 ივლისს მიღებულმა კანონმა, რომელიც ანტიკორუფციულ ორგანოებს გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში აქცევდა, მწვავე რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები უკრაინაში. უკრაინის უმაღლესი რადას დღევანდელ გადაწყვეტილებას ახალი კანონის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ. კანონპროექტის კენჭისყრამდე აქტივისტები აქციაზე იმყოფებოდნენ, რათა მათი თქმით ხელისუფლებისთვის შეეხსენებინათ, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ განელებულა. ღამე რთული იყო. არ მძინებია და საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო თავდასხმის გამო, მაგრამ მაინც მოვედი აქ შევხვდი ჩემს რამდენიმე ნაცნობს, რომლებიც დღეს ერთი მიზნისთვის შეიკრიბნენ. ეს მიზანი მიღწეულია, ასე რომ კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ოფისი დადებითად შეხვდნენ კანონის მიღებას.